მეორე ისტორია არის უკვე ძალიან საინტერესო ცოტა წამოიზარდა აბრაამი დაახლოებით 15 წლის არის და მამამისი თარა დაკავებული არის ახლა რითი თიხისგან აკეთებს კერპებს და ყიდის ერთხელაც აბრაამს ეუბნება თარა რომ მომეხმარეო გაყიდვაშიო რაღაცა დაკავებული იყო და მოკლედ დააყენა ამ თავის არ ვიცი როგორ ყიდდა მაღაზია ქონდა თუ რაღაცა მოკლედ დააყენა გამყიდველად რა დააყენა გამყიდველად და მოვიდა ვიღაც ასაკოვანი კაცი რომ ღმერთის ყიდვა უნდა რა ოღონდ როგორი ღმერთი მინდა ვიცი ესე იგი რაღაცა განსაკუთრებული ღმერთი გოლიათი მინდა გიო აბრაამო აი ყველაზე მაღალ თაროზე რომელიც დევს ის არის ღმერთი გოლიათი რაღაც ამას ცოტა შეეპარა ეჭვი და შენ რა იციო უთხრა რაო შეუგნურო კაცო შენო აბა თაროებზე აწყვიო და ყველაზე მაღალ თაროზე რატო დადებდენო აბა ეგრე რო არ იყოსო მოკლედ რა ერთნაირებიან თავს ყველა ეს ერთი წუთითო რა რაღაცა მინდა ვკითხო აბრაამემ ხო და ეს უნდა რომ რა იყო და თან დიდი ბოდიში რამდენი წლის ახარო უთხრა 70-ისო ხო და იცი რა მაინტერესებს აბრაამ 15 წლის ბავშვია 70 წლის კაციო მოდიხარ ვაქო ყიდულობო ღმერთსო რომელიც გუშინ არის გაკეთებული მამამჩემმა გააკეთა და იმას უნდა ცეთაყვანიო ნუ ეს საშინლად გაბრაზდა ეს კაცი მიაყარა ეს ფული მიუგდო ეს ღმერთი და წავიდა მოდის მამა ცოტა ხანში ედავს ეს ამდენი შრომა წყალშია ჩაყრილი დალეწილი ეს რა არისო უთხრა აბა მამაო აი არ დაიჯერებო ისეთი რამე მოხდაო აი ესე ვიღაც ხალი მოვიდაო მოიტანაო საკურთხიო რომ უნდა შეეწირაო ამ ღმერთებისთვისო და ესე იგი ამ ღმერთებმა დაიწყოს ერთმანეთში ჩხუბიო აი ამანო აი ხენახია ვისაც ხელში უჭირავს აიღო ეს ჯოხიო და დაერეაო და დალეწაო ყველა დანარჩენიო რომ ეს ყველაფერი მას დარჩენოდა ნუ ეხა ამას სისხლმა მოასხა სახეზე იმიტომ რომ ეს ეხა ხო იგონებს რაღაცებს და რას ამბობ შენო როგორ შეუძლიათო ამათო და უცებ ენას დააჭირა კბილი აბრაამო უთხრა რომ მამაო რებს ამბობ ღმერთებზე და ესეთი ფრაზა არის შენ ყურებს ესმისო რა შენი ბაგეები რასაც ღაღადებენო აი შენი ტუჩებიდან შენი პირიდან რაც ამოდის ყურებს თუ ესმისო ერთიო და ნუ მამამისი გადაირია ის საშინლად გააცეცხლოდა და ეს 15 წლის ბავშვი მოკლედ წაუყვანა ნებროთს